თარგმანება იმათეს სახარებისა ითავილს. სიტყვა ესე და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესოს სიტყვად ერსა მას იოანესთვის 11:7. მოწაფეთა მიმართ იოანესთა ყოველივე კეთილად განაგო განგებელმან მან ყოველთამან, რამე თუ იხილეს მათ თვალითა თვისითა საკვირველებანი მისნი და წარვიდეს. ხოლო ჯერ იყო ერისა მიმართსა სიტყვაი, რამე თუ ესმა რა იოანეს მიერ მოვლინებული იგი სიტყვაი, არა იცოდეს მათ გულის სიტყვაი მისი, თუ რომლისა პირისათვის ესრეთ მოუმცნო და თქვესმცა ვითარმეთ, რა არ სიტყვაი ესე. რომელმან იგი ესოდენი წამა ამისთვის, რაც კვალადღა იჩვეულ არს და ჰკითხავს, შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხვა სამოველოდით, მათე 11:3, ნუ უკვე პირველნი იგი სიტყვანი ცუდი ღვნესა. ნუ უკვე საპყრობილისაგან მოშიში ქმნაა. ვინაიდან უკვე მეცნიერმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ ესე ვითარცა იგონებენ, ამისთვის ვითარცა იგი მოწაფეთა მიმართ იოანესთა კეთილად ყო სიტყვაი, ეგრეთვე ერისა მიმართ ჯეროვანი ბრძანება იგანაჩინა. და ვითარცა მოწაფენი იოანესნი წარვიდეს, იწყო იესოს სიტყვად ერსა მას იოანესთვის. რაისათვის ვინაიდან იგინი წარვიდეს, მაშინ იწყო სიტყვად. ამისთვის რაითა არა შეჰრაცხონ ერთა მათ, თუ მომადლებისათვის იოანესისა იტყვის, ვითარმცა მოწაფეთა მისთა მიუთხრეს მას. ხოლო არა უთხრაერსად, თუ ამას ესე ვითარცა ზრახავთ კულთა შინა თქვენთა, არამედ იჩვისა მის მათისა ხოლო განმარტება იმიუთხრა, რაითა ესრეთ უმხილებელად ეუწყოს მათ, ვითარმედ არარაი დაეფარვის ზრახვათაგან გულისათა. ამისთვის არა ხრქვა, ვითარცა ოდესმე მწიგნობართა მათ ეტყოდა, რაისათვის თქვენ ბოროტსა ზრახავთ კულთა შინა თქვენთა, მათე 9:4, რამე თუ რაღაცა თუ მოიგონეს ამათ ესე ვითარი, არამედ უმეცრებისაგან სიტყვათა იოანესთა, და არა თუ შურისა და უკეთურებისაგან ვითარცა მაშინ მწიგნობართა მათ. ხოლო არა შერისხვით ხრქვა ერსა მას, არამედ სახიერებით და სიბრძნით გულისხმოვყო იოანესთვის, ვითარმედ არა შეცვალებულ არს გონება იმისი პირველისა მის წამებისაგან. რამე თუ არა არს იგი კაცი აღტაცებული და ხელვატეხილი და ადვილად შეცვალებადი, არამედ მტკიცე და შეურყეველი გონებითა. და პირველად კითხვის სახედი იწყო და ხრქვა მათვე. სახ არ ებაი, რაისა გამოხვედით ხილვად. ლერწმისა ქარისაგან შერყეულისა 11:7. თარგმანი ვითარმცა ეტყო და ვითარმეთ, რაისათვის ოდეს იგი უდაბნოით მოვიდა იორდანეთ და უტევენით ყოველთა ქალაქნი და სოფელნი და სახლნი და საქმენი, განხვედით ყოველნი ხილვად მისა. კაცისა ღელვა აღტეხილისა გენება ხილვაი და ლერწამებ ყოველთაგან ქართა შერყეულისა. რამე თუ რომელნი დაუდგრომელ არიან გონებითა და დღეს სხვასა გულის სიტყვასა ზედაიყვნიან და ხვალე სხვასა იგინი არიან ლერწამ ყოვლისა ქარისაგან შერყეულ. აც უკვე ესოდენი ეგერნი და სიმრავლენი აურაცხელნი ესრეთ დაუდგრომელისა კაცისა ხილვად განხვედითა? ნუ იყოფინ. უკვე თუმცა არა გულსავსე იყვენით, ვითარმეთ დიდვინმე არს დაკლდისა უმტკიცესი კაცი, არამცა ყოველი ჰურიასტანი და იერუსალიმი შეკრებულიყო მისა აღსაარებად ცოდვათა თვისთა და ნათლისღებად. სახ არ ებაი, არამედ რაისა გამოხვედით ხილვად. კაცისა ჩშვილითა სამოსლითა შემოსილისა. აჰა ესე რა რომელნი ჩშვილითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან 11:8. თარგმანი ესეცა სიტყვაი ამას მოასწავებს, ვითარმედ თავით თვისით გონება დაუდგრომელ არა იყო. და ამას თქვენცა მეწამებით ესოდენითა მით მოსწრაფებით მისა მიმართ შეკრებითა თქვენითა.
კვალად ვერცა ამას იტყვით, თუ იყო იგი მტკიცე და შეურყეველთავით თვისით, ხოლო ვინაიდან მოქალაქობა იგი საკვირველი შეცვალა და შვებად იწყო, სიმტკიცეცა იგი გონებისა მისისა შეცვალა, რამე თუ რომელნიმე კაცნი ბუნებით სუბუქ და გონება აღტეხილ არიან. სხვანი კვალად ფრიადისა შვებისა და ფუფუნებისაგან ესრეთ იქმნებიან, ხოლო იოვანე არცა ბუნებით ესევით არ იყო, რამე თუ არა თუ ლერწმისა ხილვად განხვედით ესოდენი იგი ერნი, არცა შვებასა მისცა თავითვისი და სათნოება იგითვისი წარწყმიდა. რამე თუ წამებს სამოსელი იგი მოღვაწებისა მისისა შეუცვალებელი და მეუდაბნოებაი და აც კვალად საპყრობილე, ვითარმედ არა მიერჩდა ყოვლადვე შვებასა და განსვენებასა, რამე თუ უკვე თუმცა სიმტკიცე გონებისა მისისაი არა შეუცვალებელიყო, არამცა პირველად უდაბნოს დამკვიდრებულიყო ცნობათა უაღრესითა მოღვაწებითა, არამცაც საპყრობილეს შევრდომილიყო, უკვე თუმცა ენება ჩჩვილითა სამოსლითა შემოსაი და შვებაი, არამედ სახლთამცა შინა სამეუფოთა იქცეოდა. რამე თუ უკვე თუმცა და ხოლო ედუმნეს, ბევრეული თამცა პატივითა პატივეცა ჰეროდეს, რომელი იგი შემდგომად მხილებისაცა და საპყრობილეთ შეყენებისა ესოდენ სირცხვილეულიყო მისგან და ეშინოდა და პატივსცემდა, უკვე თუმცა დაედუმა მხილებისა მისგან, ვითარიმცა პატივი არა ეჩვენა მისდა. ვინაიდან უკვე საქმით გამოაჩინა სიმტკიცისა თვისისა და შეურყეველისა გონებისა წამებაი, რამე თუ არცა მოღვაწება იგი უდაბნოისაი დაუტევა, არცა სიფიცხე სამოსლისა თვისისაი შეცვალა, არცა შებორკილებასა და საპყრობილეთ შეყენებასა ხრიდა და დადუმნა მხილებისაგან მეფისა, ვითა რაც იჩვეულ ხართ, თუ შეცვალებულ არს გონებაი მისი წამებისა თვისისაგან რა იგი წამა ჩემთვის, ანუ იჩვეულ არს, რომელსა იგი მაშინ არა იჩვეულიყო. ესე ვითარი რა იგანწესებაი სათნოებისა მისისაი მიუთხრა, აც კვალა დაუწყებს საზომსა წინაის წარმეტყველებისა მისისასა და იტყვის. სახ არ ებაი, არამედ რაისა გამოხვედით ხილვად. წინაის წარმეტყველისა. ჰე, გეტყვით თქვენ და უმეტეს წინაის წარმეტყველისა. რამე თუ ესე არს, რომლისათვის წერილ არს, აჰა ესე რა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენი წინაშე პირსა შენსა, 11, 9, 10. თარგმანი, პირველად თვით იგინივე ჰურიათა ერნი მოიყვანა მოწამეთ სათნოებისა მის იოვანესა, რამე თუ სარწმუნო არს მტერთა მიერი წამებაი, მეორედ მისისა მის მოქალაქობისაგან გამოაჩინა მისი სიმაღლე, მერმე თავისა მიერ თვისისა თქვა ქებაი მისი, ჰე, გეტყვით თქვენ უმეტეს წინაის წარმეტყველისა და აც წინაის წარმეტყველი შემოიყვანა მოწამეთ თქუმულთა მათ, რაითა ყოვლით ურთა უწყოს საზომი სათნოებისა მისისაი. ხოლო თქვა რაი ვითარმედ, უმეტეს წინაის წარმეტყველისა გამოაჩინა, თუ რომლითა სახითა არს უმეტეს წინაის წარმეტყველთასა. რომლითა უკვე სახითა არს უმეტეს ყოველთა წინაის წარმეტყველთა. რამე თუ ღირს იქნა მეუფისა თვალითა ხილვად. ამისთვისცა იტყვის, წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა. ესე იგი არს მახლობელად შენსა. რამე თუ ვითარცა სლასა შინა მეუფისა დიდებულისასა, რომელი მახლობელად მისა ვიდოდის, სხვათა უპატიოსნეს არს, ეგრეთვე იოვანე მახლობელად მეუფისა მის მეუფეთაისა აღასრულად წინაის წარმეტყველება ითვისი და ღირს იქმნა თვალით ხილვად მისა და ნათლისცემად. იხილა სული წმიდა ისახეთ ტრედისა ეს მახმა იმამისაი ზეგარდამო და ესრეთ იქმნა სხვათა მათ წინაის წარმეტყველთა ყოველთა უმეტეს. ამისთვისცა რაჟამს ესე ყოველი წარმოუთხრა ერსა მას უფალმან, მერმე თვისითა მით ბრძანებითა დაამტკიცა და განაჩინა საზომი იოვანესი და თქვა. სახ არ ებაი, ამენ გეტყვით თქვენ, არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოვანესა ნათლისმცემელისა, 11.
თარგმანი კმარს ამასზე და წამებაი მეუფისაი რამე თუ იტყვის ვითარმეთ არა უშობიეს დედაკაცსა უმეტეს იმისა კაცი დიდი და საკვირველი წინაშე რომ ღვთისა. ხოლო რომელსა ენებო საქმეთაგანცა საზომი მისი ცნობად გულისხმა ყავენ, ტაბლაი მისი ვითარი იყოს, სამოსელი მისი, მოქალაქობაი, ზრდილობაი და ცნას ჭეშმარიტებაი, რამე თუ ვითარცა ანგელოზი იქცეოდა ქვეყანას ზედა და იძულებათა მათ ბუნებისათა უზეშთა ეს იქმნან. უცხოი გზაი წარვლო სოფელსა ამასშინა, ყოველნი დღენი მისნი აღასრულნა ლოცვითა და ვედრებითა. არავის სადა კაცთაგანსა ეზრახა, არამედ მარადის ღმერთს აღზრახვიდა, არცავის თანამონათაგანსა შეერთო, არცავინ მისა მივიდოდა, არა აღიზარდა სცითა დედისაითა, არა იხმარა. ცხედარი არცა სართული, არცა ვაჭრობაი, არცა სხვაი რაი კაცობრივი. და ამას ყოველსა ზედა იყო კაცი სახიერიცა და ფიცხელიცა. იხილე ვითარ სახიერებით ეტყო და მოწაფეთა თვისთა და მხილებით ერსა ჰურიათასა და კადნიერებით მეფესა. ამისთვის იტყვის, არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანესა ნათლისმცემელისა. ხოლო კვალად, რაითა არა სიტყვითა ამით იქმნას წინააღმდგომი ფრიადისა მისთვის ქებისა და შეჰრაცხონ იგი ჰურიათა უმეტეს ქრისტესა, იხილე, ვითარ განკურნა ესეცა იჩვიდა თქვა. სახარებაი, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისა არს 11. თარგმანი, ვინაიდან ჰასაკითაცა ხორციელითა უხუცეს იყო იოანე და მღვდელთ მოძღვრისა ძე და უდაბნოს აღზრდილი და ყოველთა მიერ სახელოვანი, რამე თუ განვიდოდესო მისა ყოველი იერუსალიმი და ჰურიასტანი და ნათელს იღებდეს და აღიარებდეს ცოდვათა თვისთა, და ყვა იგი ყოველსა ერსა ვითარცა მოძღვარი, ხოლო ქრისტესთვის იტყოდეს. არა ესე არსაძე იოსებისი, იოანე 6:42 და აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვინისაო, მათე 11:19 და შეურაცხად საგონებელიყო უბუნურთა მათ მიერ. ამისთვის მათისა სიტყვისა და გულის სიტყვისა ებრძქვა თავითვისი უმცირესად ვითარმეთ, რომელი ესე თქვენ მიერ უმცირეს საგონებელ არს უფროის მისა არს სასუფეველსა ცათასა, რამე თუ მეუფე არს და დამბადებელი მისი და ყოველთაივე. თქვას ვინმე ვითარმეთ, რაი არს ესე სიტყვაი. და შემსგავსებითა იოანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი. ნუ იყოფინ. არცა იოანე იტყო და რაი, მოვალს უძლიერესი ჩემსა მათე 3:11 შემსგავსებასა იქმოდა მისა თავისათვის ისა თანა, არცა პავლე ოდეს მოსესთვის ახსენა და თქვა, უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო ვიდრე მოსე ებრაელთა მიმართ 3:3. შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესეწეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისხმისა ყოფილად უგულისხმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყვის, არავინ არს მსგავს შენ და ღმერთთა შორის, უფალო, ფსალმუნი 85:8 და კვალად, არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩვენი. ფსალმუნი 66:14 არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთა საღმრთისა თანა, არამედ უგულისხმოთათვის თქვა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაიდან დიდად შეერაცხა ყოველთა იოანე და მას ჟამსა კადნიერებით. ხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად გააღაორწინა სახელი მისი და აც უფალმანცა დიდი ესე ქებაი წარმოთქვა მისი მერმე უძლურებისა მისთვის მსმენელთა ისა თქვა ესრეთ, ვითარმეთ, უმცირესად შერაცხილი ესე თქვენ მიერ სასუფეველსა ცათასა უფროის მისა ვარ. და ვითარ ეგებოდა თქუმა იერისა მიმართ უგულისხმოისა და უმეცრისა. ხოლო რაი არს სასუფეველსა ცათასა? ესე იგი არს ყოველსავე სულიერსა და საღმრთოსა საქმესა შინა. მრავალნი ამის სიტყვისათვისცა ამაოდ ცუდად მეტყველებენ. რომელნიმე იტყვიან, მოციქულთათვის თქვაო, სხვანი იტყვიან, ანგელოზთათვისო, რამე თუ ოდეს ერთგზის სამეუფოისა გზისაგან ვინ შესცდეს,
მრავალთა უგზოთა ადგილთა შთავარდების. რამე თუ რომელი არს პირი ამის სიტყვისაი, ანუ მოციქულთათვის თქუმად, ანუ ანგელოზთათვის. უკვე თუმცა მოციქულთათვის იტყო და რა იდაყენება იყო განცხადებულად თქუმად. არამედ ცუდ არს სიტყვაი ესე და ამაო. თავისათვის ისათვის თქვა უმეტესობაი, რომელიც ჭეშმარიტად შეუმსგავსებელ არს ყოველთა მიერ. და ესეცა სიტყვაი, თუ ნაშობთა განიდედათაი თავსათვისა მოასწავებ და განყოფად იოანესგან და უმეტესობისა ჩვენებად. რამე თუ რაღაცა თუ იგიცა დედაკაცისაგან შობილიყო, გარნა არა ესრეთ, ვით არ იოანე და სხვანი კაცნი. რამე თუ არა კაცი ლიტონი იყო, არცა წესითა მით სხვათა კაცთა შობისაითა შობილი, არამედ უცხო იყო შობა იმისი და საკვირველი. უთესლოდ შევიდა საშოსა დედისასა და უხრწნელად იშვა და დედაი შემდგომად შობისა ქალწულად დაიცვა ჭეშმარიტად. სახარებაი, რამე თუ დღითგან იოანე ნათლისმცემელისაით ვიდრე აქამდე სასუფეველი ცათა იიძულების და რომელნი იძულებდნენ, მათ მოიტაცონ იგი. რამე თუ ყოველნი წინაისწარმეტყველნი და სჯული ვიდრე იოანესამდე წინაისწარმეტყველებდეს 11-12. თარგმანი რაი შეწყობილებაი აქუს ამას სიტყვასა ზემოს ამასთანა. ჰერ ჭეშმარიტად ფრიადი აქუს ერთობაი, რამე თუ ამათ სიტყვათა მიერ ეწამების იოანეს მიერ თქუმულთა და მოიზიდავს მსმენელთა სარწმუნოებად თვისად, ვით არ მცა ეტყო და ვით არმედ, ამით საცნაური ყავთ თქვენ და რამე თუ მე ვარ მომავალი იგი, რომელ ყოველნი წინაისწარმეტყველნი წინაისწარმეტყველებდეს იოანესამდე. ხოლო მორაივიდე ესე წინაშე პირსა ჩემსა მოვლინებული წინაისწარმეტყველი დადუმნეს ყოველნივე. ამისთვის დადუმნეს სჯული და წინაისწარმეტყველნი, რამე თუ მოვედ მე რომლისათვის იყო წინაისწარმეტყველთა ქადაგებაი. უკვე თუმცა არა მოსრულ ვიყავ, არამცა დაყენებულიყო წინაისწარმეტყველებაი, ნურ არას უკვე მოელით და ჰგონებთ სხვასა ქრისტესა მოსვლად ჩემსა გარეშე, არამედ დადუმებისაგან წინაისწარმეტყველთა ისა და დღითი დღე მაიძულებელთა მათგან ბუნებისათა, რომელნი სარწმუნოებითა ჩემითა მიიტაცებენ სასუფეველსა, ცანთ ვით არმედ მე ვარ ქრისტე. რამე თუ ვინაითგან ნათლისმცემელმან იოანე იწყო ქადაგებად, მიერითგან სარწმუნოებაი ჩემი განცხადებულ არს, რომელსაც სასუფეველად ჭეშმარიტად ეწოდების. რამე თუ მომატყუებელი არს სასუფეველისაი და ხმამაღლადი ქადაგების და მოუწოდს ყოველთავე, რომელნიცა უკვე არა ამავებისა და წარმავალისა ამის განსვენებისა მოყვარენი არიან, არამედ მაიძულებელნი ბუნებისანი, იგინი შეიწყნარებენ სარწმუნოებასა ჩემსა და მიიტაცებენ სასუფეველსა ცათასა. რამე თუ მცნებათა მათთვის მაღალთა და სულიერთა ქადაგებისა მისისაითა მაიძულებელად ბუნებისა სახელსთვა ქადაგებასა მას. ამისთვის წეიტყვის ლუკა, სასუფეველი ღმრთისაი ეხარებისო, ლუკა 16, რომელი ამან თქვა, თუ იძულების. სახარებაი, და უკვე თუ გნებავს შეწყნარების, იგი არსელია, რომელი მომავალ არს. რომელსა ასხენ ყურნის სმენად ისმინენ, 11-14-15. თარგმანი, წერილ არს, მოგივლინო ელია თესბიტელი, რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანიშვილთა მიმართ. მალაქია 4-5-6. რაც უკვე თუ გნებავსო შეწყნარების, იგი არსელია. ნებსიცა ეძიებს შეწყნარებასა ქადაგებისასა, ამისთვის იტყვის, უკვე თუ გნებავს, ესე იგი არს, არავის ვაიძულებო, არამედ ნებსიცა ვეძიებ მოგცევასა, არამედ ამას ხოლო გაუწყებ, ვით არმედ ამათ ორთავე ერთი მიუღებიეს მსახურებაი, და ორთადავე წინამორბედებაი მოცემულ არს. ერთი ესე წინამორბედი იქნა აწინდელისა ამის მოსვლისა ჩემისა, და ერთი იგი მომავალ არს წინამორბედად მეორისა მის მოსვლისა.
ამისთვისაც არა თქვა თუ იგი არსელია არამედ უკვე თუ გნებავს შეწყნარების იგი არსელია რომელი მომავალ არსს. უკვე თუ გნებავს გულისხმისყოფაი და გულით ალმობიერითა შეწყნარებაით ქუმულთაი ამათ შეიწყნარეთ სიტყვა იმისი ვით არცა ელიაისი რამე თუ ძალითა მით და სულითა ელიაისითა მოსრულ არსს. შეადარე ლუკა 1:17 ვით არცა იგი ქადაგა და წინამორბედად ჭეშმარიტად მეორედ მოსვლისა მომავალ არსს ეგრეთვე ესე ჭეშმარიტი ქადაგი და წინამორბედი მოვიდა ამის მოსვლისაი. ესე ვითარნი რა ის სიტყვანი გულისხმისყოფისანი მიუთხრნა მე ხსეულად შესწინა რომელსა ასხენ-ყურნის სმენად ისმინენ ესე თქვა რაითამცა მოიყვანა იგინი გულისხმისყოფად და კითხვად მისაგან მარტებად სიტყვათა ამათ. არამედ მათ უგულისხმოებისაგან არცა ჰკითხეს, არცა ისწავეს, თუ ვითარ იძულების სასუფეველი ცათაი, ანუ ვითარ მიმსგავსებულ არს იოანე ელიაისა, არა თუ ეშინო და კითხვათ რამე თუ მრავალგზის საქმეთათვის არაც საჭიროთა ჰკითხიან, რომელი არს მცნებაი პირველიო. და კვალად ქორწინებისათვის და განტევებისათვის ცოლისა და სხვათა ცუდთა საქმეთა. არა უფრო ისად მის მიერ. ქუმულთამცა განმარტება ჯერ იყო აკითხვად, უკვე თუმცა სურვილი იყვნენ სწავლად. ამისთვისცა მიხედნა იესო გონებათა მათთა და თქვა. სახ არეებაი, აწვის ვამსგავსო ნათესავი ესე. მსგავს არს ყრმათა რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყვასთათვისთა და ეტყვიეთ მათ, გისტვინევდით თქვენ და არა ხროკევდით, გიგოდებდით და არა იტყებდით 11, 16, 17. თარგმანი კვალად საგონებელ არს სიტყვა ესე, თუ არა შეწყობილ არს პირველ ქუმულთა მათ სიტყვათა ძალსა, გარნაფრიადი აქვს ამასცა მათა მიმართ განუყოფელობაი, რამე თუ მასვე პირსა განხმარტებს. ვითარმეთ ყოველივე სიტყვაი და საქმე იოანეს იმისა განგებულებასა ეწამებოდა, რაღაცა თუ საგონებელიყო წინააღმდგომად, რამე თუ მრავლით კერძო და მრავალ სახედ ისწრაფა უგუნურთა მათ ხურიათა სარგებელი, რაღაცა თუ მათ არა ინებეს. ამისთვის ვითარცა იგი იტყო და წინა ისწარმეტყველისა მიერ ვითარმეთ, რაიღა ჯერ იყო ქმნად სავენახისამის და არა ჰქმენ, ესაია 5:4 ეგრეთვე 10 იტყვის ჭეშმარიტითა მით პირითა თვისითა. სახ არეებაი, ვის ვამსგავსო ნათესავი ესე. მსგავს არს ყრმათა რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყვასთათვისთა და ეტყვიეთ მათ, გისტვინევდით თქვენ და არა ხროკევდით, გიგოდებდით და არა ეტყებდით. მოვიდა იოანე არცა ჭამდა, არცა სუმიდა და იტყვიან ვითარმეთ, ეშმაკეული არს. მოვიდა ძე კაცისაი, ჭამს და სუამს და იტყვიან, აჰა კაცი მჭამელი და ღვინის მსუმელი მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაი 11, 16, 19. თარგმანი ხოლო განმარტება ის სიტყვისაი ამის ესრეთ არს, განყოფილი გზაი და ურთიერთას წინააღმდგომი ვიპყართ მე და იოანე, რაითამცა ანუ მით გზითა, ანუ ამით მოვინადირეთ ერი ესე განდგომილი. ვითარცა მონადირეთა ეგულებინ რა ინადირისა ძნიათ სანადიროისა ნადირებად და სადარნოისა მისისაგან გამოყვანებად, ერთმან ერთ კერძოი გზაი იპყრის და ერთ კერძოი, რომელმანმე ძნელოვანისა კერძი და რომელმანმე სიადვილისაი, რაითა ერთისა ვისმე მიერ შეპყრობილი ქმნას. ვინაითგან უკვე ყოველნივე კაცნი სათნო არიან მოქალაქობასაზე და მოუაწებისასა და მარხვისა იგი ფრიადი სიმაღლე საკვირველად უჩნს სიფიცხისა და სიძნელისა მისისათვის. ამისთვის განგებულებით იქნა პირველითგანვე հասაკით იოანესით მარხვასა შინაფრიადსა და მოუაწებასა წარმართება იმისი, რაითა სარწმუნო იყვნენ სიტყვანი მისნი. თქვას ვინმე ვითარმეთ, რადარა თავადმანცა იესო ესევე იპყრა გზაი. არამედ უწყობენ ვითარმეთ თავადმანცა ესე ვითარივე იპყრა გზაი, ამისთვისცა 40 დღე იმარხა და კვალად მიმოვიდოდა და არა აქ უნდა ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს.
და ყოველნი დღენი ქვეყანასა ზედა მოქალაქობისა მისისანი ესრეთ იწროებით და მოღვაწებით აღასრულნა. გარნაოდეს ჯერ არ და სამართალ, სარგებლისათვის სხვათაისა და მოქცევისათვის წარწმედულთაისა, ჯამადისაცა მიღებაი არა უღირსი ჩინის და სახლად მრავალთა შევიდის. ვითარცა ზაქესთვის წერილ არს და მათესთვის და სიმონისთვის და სხვათა მრავალთა რამე თუ ეძიებდა. წარწმედულთა პოვნა და ამისთვის ყოველთა ადგილთა მივიდოდა, ყოველსავე იქმოდა ცხოვრებისა მათისათვის. ხოლო იოანე ყოვლით ურთმარხვისა და მოღვაწებისა გზაი შეიკრძალა, რაითა ესრეთ წამებაი და ქადაგებაი მისი სარწმუნო იყოს. და კვალად მან არ არა იქმნა სხვაი გარნა მოქალაქობაი ხოლო მოღვაწებისა ფიცხლისაი, ვითარცა წერილ არს ვითარმედ, იოანეს ასწაული არა იქმნა. იოანე 10:41, ხოლო უფალსა სასწაულთა მათგან საკვირველებათა დიდი აქუნდა წამებაი. და ბრწყინვიდა სახელი მისი ყოველსა ქვეყანასა საქმეთა მათთვის ცნობისა უაღრესთა. რამე თუ განაწესა იოანესი მარხვითა და მოღვაწებითა ფრიადითა სახელოვნებაი, ხოლო თავადი კვალად სასწაულთა მიერცა განთქმულიყო და სადა იგი ჯერ არ მეზუერეთაცა და ცოდვილთა თანაჭამდა სვამ ცხოვრებისა მათისათვის. ხოლო უგუნურთა მათ ჰურიათა უკვე თუ მარხვაი და მოღვაწება ისთნდა და საკვირველად აქუნდა უხმდასმენა იოანესი და შეწყნარებაი ქადაგებისა მისისაი, რომელი იგი ქრისტეს შეაწყნარებდა მათ. კვალად უკვე თუ მისი იგი მოღვაწება იმძიმე უჩნდა უხმდა შეწყნარებაი ქრისტეს სიტყვათაი და სარწმუნოებად მისა მოსვლაი, რომელიც სამეუფოსა და საშუალსა გზასა ვიდოდა მათისა ცხოვრებისათვის. გარნა იგინი მიემსგავსნენ მხედსა ველურსა, ორ კერძოვე შემფრთხალსა. ამისთვისცა ორსავე წინა აუდგებოდეს, რაითა არა მიიღონ ყოვლადვე კურნებაი და აღესრულოს მათზე და სიტყვა იგი წინა ისწარმეტყველისაი, რომელსა იტყვის ვითარმედ, კურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა. იერემია 41:9, რომლისათვისცა იტყვის უფალი. მსგავს არს ნათესავი ესე ღრმათა, რომელნის ცხენედ უბანთა და მოუტესთ მოყვასთათვისთა და ეტყვიეთ მათ, გისტვინევდით თქვენ და არა ხროკევდით, გიგოდებდით და არა ეტყებდით. ესე უკვე სიტყვაი ამას ნათესავსა ზედა აღესრულების. გისტვინევდით და არა ხროკევდით. ესე იგი არს წინა გიყავთ თქვენ მოქალაქობაი ნუგეშინის ცემისაი, რაითამცა სიხარულით შემომიდეგით და არა გრწმენა. გიგოდებდით და არა ეტყებდით. ესე იგი არს ვითარმედ, იოანე გიჩვენა ცხოვრებაი ფიცხელი და მოღვაწებაი უნუგეშინის ცემოი და არავე მიხედენით არცა გრწმენა. ხოლო არა თქვა თუ მე ესე გიჩვენე და მან, იგი არამედ ვინაითგან ორთავე საქმე ერთი იყო. დაღაცა თუ სახე წინააღმდგომიყო, ამისთვის ერთად და ვითარცა ზოგად ქმნილსა იტყვის, რამე თუ ორივე ესე წესი საქმეთა იმათისა სარგებელისათვის ქმნეს, რაითა არღარაი აქუნდეს მიზეზი. ამისთვისცა შესძინა და თქვა, წახარებაი და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თვისთა 11:19. თარგმანი, ესე იგი არს დაღაცა თუ თქვენ არა გრწმენაო, არამედ მე, რაიცა ჯერ იყო ქმნად ვქმენ, რაითა არცა ერთი რაი გაქონდეს მიზეზი, ვითარცა იტყვის წინა ისწარმეტყველი, რაითა განხმართლდა სიტყვითა შენითა და სლოს ჯასა შენსა. ფსალმუნი 50:6, ესე იგი არს ოდეს წარმოვდგეო წინაშე შენსა სჯად და გამოაცხადო, ვითარმედ ყოვლით კერძო შეცოდებულ ვარ და უსიტყველ, მაშინ იპოვს შენისა მის სახიერებისა ძლევაი ფრიადი და მე გამოვრჩნდე შეცოდებულად. ეგრეთვე აწიტყვის ვითარმედ, საქმეთაგან ამათ სიბრძნე ჩემი განმართლდა, რამე თუ არ არაი დაუტევე, რომელი არა ვაჩვენე ცხოვრებისა მისთვის უმადლოთაისა. ხოლო უკვე თუ იგავნი ესე უცხო არიან, ნუ გიკვირს, რამე თუ მრავალი ესევით არის უცხო სახე იგავი წერილთა შინათქმულ არს უგულისხმოთა მათ მიმართ.
იხილეთ უკვე მათი იგი განდრეკილი გონებაი. იოანე ფრიად მარხველი იყო და იტყოდეს ეშმაკეული არსო. იესო არა ესრეთ ფიცხელიყო, არამედ სახიერ და ტკბილ და ნუგეშინის მცემელ და გმობდესვე. ესრეთ ყოვლით კერძო წინააღმდგომ იყვნენ ჭეშმარიტებისა. ამისთვის ლუკაის თავსა შინა იტყვის უმეტესსა შესმენასა მათსა 12 მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელი იღეს ნათლისცემითა იოანესითა, ხოლო ფარისეველთა და შჩულისაგანთა ზრახვა ღმრთისაი შეურაცხყვეს. ლუკა 7:29-30 ვინაიდან უკვე გამოაჩინა ესე ყოველი და განმართლდა ჭეშმარიტად სიბრძნე მისი და იპოვნეს უმადლონი იგი და უგულისხმონი დასჯილ, ამიერით განიწყო ყვედრებად მათ და რომელთა არაინებეს არცა მოძღვრებისა მის სიტყვათა ისა შეწყნარებად, არცა ბრწყინვალებისა მის სასწაულთა ისა ხილვად, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახარებაი, მაშინ იწყო იესო ხვედრებად ქალაქებისა მის, სადა იგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამე თუ არა შეინანეს, ვაიშენდა ქორაზინ და ვაიშენდა ბეთსაიდა. რამე თუ თვიროს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქვენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყვით თქვენ, რამე თუ თვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქვენ. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე ახმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთახდე, ვითარმეთ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, გიანცა დღენდელად დღედმდე. ხოლო გეტყვით თქვენ, ქვეყანა იგი სოდომისა და გომორისა უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ 11:20-24. თარგმანი, რაითასცნა ვითარმეთ ნებანი იყვნეს მათნი ბოროტნი და არა ბუნებანი, ამისთვის სახელებიცა თქვა ქალაქთა იმათ, რომელთა შორის იყო ბეთსაიდაცა, რომლისაგან 5 მოციქულნი გამოვიდეს, რამე თუ პეტრე და ანდრია, იაკობ და იოანე და ფილიპე მის ქალაქისანი იყვნენ. რა იყო უკვე დამაყენებელ მათცა ეგრეთვე რწმუნებად ქრისტესა, ვითარცა ამათ ხრწმენა. არ არა ის ხვაი გარნა ნებაი. ამათ თანა იყო გონებაი და ნებაი კეთილი და შეიყვარეს ქრისტე. იგინი უკეთურ იყვნენ გონებითა და ნებანი აქონდეს ბოროტნი, ამისთვისა დაადგრეს ურწმუნოებასა შინა და მიემსგავსნეს, უფრო ისხა უძვირეს იქმნეს სოდომელთა ისა, რამე თუ თვალითა ხედვიდეს სასწაულთა უფლისათა და ყურითა ესმოდეს სწავლანი მისნი და არავე რწმენა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმეთ სოდომელთა თუმცა ეხილა დიდებულება იმისი, მომცა ქცეულ იყვნეს და ტვირელთამცა და სიდონელთა შეენანა, ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინა ისწარა ყვედრებდა იერუსალიმსა და ეტყოდა, ვითარმეთ, განამართლენ ურჩულოებითა შენითა დანიშენი, სოდომაი და გომორაი. შეადარე ეზეკიელი 16:51, ხოლო ესე ვითარისა ამის უკეთურებისა მოქმედთა ეტყვის უფალი, ვითარმეთ, უძვირესი სოდომელთასა შეემთხვიოს დღესა მას სასჯელისასა და უბოროტეს ტვირელთასა იტანჯნენ. სწავლა ილს რაითა გუეშინოდის საუკუნოისა სასჯელისაგან. ესე ყოველი ჩვენცა ყურად ვიღოთ მორწმუნენო, რამე თუ არა ურწმუნოთათვის, ხოლო არამედ ჩვენთვის უძვირესი სოდომელთა ისა განწესებულ არს სატანჯველი, უკვე თუ არა შევიწყნარებდეთ უცხოთა, უკვე თუ არა მივეგებოდით მოციქულთა, ჩვენ და შემომავალთა, რომლისათვისცა უბრძანებიეს მათ და განყრად მტვერსა ფერხთა მათთასა ესე ვითარისა მოქმედთა ზედა. თქواس ვინმე, ვითარმეთ, ოდეს მოვიდა ჩემ და მოციქული და არა შევიწყნარე. არამედ უკვე თუ გულისხმავ პოვნეთ თავნი ჩვენი ესე ვითარისა ამის საქმისა მოქმედად. რამე თუ რომელესე დაუხშავთ უცხოთა და გლახაკთა კარსა არა ქრისტესა მიიწევისა, რომელიგი უმეტეს არს. ყოველთა ვითარცა მეუფე და დამბადებელი. და არა ხოლო თუ კართა დაუხშავთ,
არამედ სასმენელთაცა და არა მხოლოდ უგლახაკთა და უცხოთა ხმასა არა ვისმენთ, არამედ არცა თუ მოციქულთასა. ამისთვისცა ვინაიდან მოციქულთასა არა ვისმენთ, არცა გლახაკთა მიუპყრობთ ყურსა. რამე თუ ოდეს იკითხებოდინ სიტყვანი პავლესნი და ყურსა არა მიუპყრობდე, ოდეს ქადაგებდეს იოანე და შენ არად შეგერაცხოს, არა დაგიყოფიანა ყურნის მენად ხმასა მოციქულთასა. ვინაიდან უკვე მოციქულთა ხმასა ესრეთ შეურაცხყოფ, შენ გლახაკთა ხმა იოდეს გესმეს. არამედ გევედრები საყვარელნო, განვახუნეთ ყურნი ჩვენის მენად ხმასა მოციქულთასა და კარნი ჩვენი შეწყნარებად უცხოთა, რამე თუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდესო და ანგელოზნი ისტუმნეს, შევიკრძალნეთ მცნებანი ქრისტესნი, რაითა არა უძვირესი სოდომელთასა შეგვემთხვიოს ვითარცა ზემოთქურ რამე თუ მათ რაღაცა თუ ურჩულოებაი დიდი ქმნეს, არამედ პირველ სჯულისა და პირველ სახარებისა იყვნეს. ხოლო ჩვენ ესოდენსა ამას მეცნიერებასა ზედა და შემდგომად ესოდენისა სწავლათა სმენისა უკვე თუ ცოდვასა შინაღა ვიპოვნეთ, რაიმე სიტყვაი. მიუგოთ რომელიმე მიზეზი დავდვათ. რამე თუ უკვე თუ რომელნი იგი პირველ ქრისტეს მოსვლისა იყვნეს და სახელიცა საუკუნოთა სატანჯველთა არა ასმიოდა და აქავე იტანჯნეს, უკვე თუ იგინი მონიტანჯვიანვე, ვითარცა მოასწავა ტანჯვაი მათი სიტყვითა მით ვითარმეთ. უმოლხინეს იყოს ქვეყანაი სოდომისაი და გომორისაი მას დღესა ვიდრეღა ქალაქთა მათ რომელთა არა ხრწმენა მისი. შეადარე მათე 11:24 ვინაიდან უკვე პირველ ქრისტეს მოსვლისა შეცოდებულნი ესრეთ ტანჯვად არიან მას საუკუნესა. უფრო ისხა აქავე ტანჯულნი, რაოდენ უფრო ის ჩვენ ტანჯვად ვართ ესოდენსა მოძღურებასა და მეცნიერებასა შინააღზრდილნი. ამათ სიტყვათასე და შევლენ ვიეთნი მეძიებასა და იტყვიან ვითარმეთ, რაი არს სამართალი ესე ამის საქმისაი, რომელ პირველ ქრისტეს მოსვლისა იყვნეს და სახელიცა არა ასმიოდა გეჰენიისაი, რაითამცა გეჰენიასა შთაცვივეს. არა აქუსა სიტყვაი თქუმად, ვითარმეთ, უკვე თუმცა გუასმიოდა, არამცა შთავრდომილ ვიყვენით? არამედ ისმინეთ ამის ჯერისათვის, ესე უწყით და გურწამს ვითარმეთ არა არს ღმრთისა თანაუსამართლოებაი, არამედ ყოველსავე წესითა მიუთხრობელისა მის სიმართლისა ითაიქმს. რაღაცა თუ გულისხმის ყოფა იმისისა სიმართლისაი ჩვენგან დაფარულიყოს, არა ჯერ არს დაფარულთა მათ ძიებაი, არამედ სარწმუნოებით შეწყნარებაი. ხოლო წინამდებარე ესე საქმე არცა ფრიადისა ძიებისა ღირს არს, რამე თუ პირველ ქრისტეს მოსვლისა, ვინაიდან არღა განთავისუფლებული იყვნეს კაცნი მძლავრებისაგან ცოდვისა, არცა ესოდენი ასმიოდა სწავლაი. ამისთვის არცა იძიებოდა მათგან ესოდენი სათნოების ასრულებაი, არამედ ესე ხოლო რაითა კერპთ მსახურებისაგან მოიქცენ და იცნან მხოლო ღმერთი და მას მსახურებდნენ, და რაითა დიდთა მათ და გარდარეულთაერიდნენ ცოდვათა, რომელთა თვითბუნება იცა და შინაგანი გონებაი მარადის მამხილებელიყო. რამე თუ არაოდეს დაუტევნა ღმერთმან კაცნი შეუწევნელად, არამედ მისცა მხილებაი გონებისა იმამხილებელად ბოროტთა. კმა იყო უკვე მათ და ესე რაითა კერპთაგან მოიქცენ და ღმერთსა მსახურებდნენ და გარდარეულთა უშჯულოებათაერიდნენ. ხოლო რომელთა საქმენიცა კეთილნი მოიგნეს ღმრთის მსახურებისა თანა, იგინი დიდად წარემატნეს. ხოლო მოქმედთა ბოროტისათა რაღაცა თუ სიტყვაი ესე საუკუნეთა სატანჯველთაი არა იცოდეს, გარნა ხელისხელნი სატანჯველნი მოიწეოდეს მაშინ ვითარცა წყლით რღუნაი, ვითარცა სოდომელთა და გომორელთა ტანჯვაი, ვითარცა ბაბილონელთა და მეგვიპტელთაი და სხვანი მრავალნი, რომელნი წიგნთა შინა წერილ არიან. უგუნურთა უკვე და სრქელთა და პირუტყვებრივთა წინამდებარენი ხელისხელ სატანჯველნი უფრო ისად ერგებიან, ვიდრე შემდგომად შამთა მრავალთა მოლოდებადნი, ხოლო რომელნი თვალთა წინაშე მყოფთაგან არა შეშინდებოდეს, მათ რაღაცა თუმცა ექადა გამომავალი იგი სასჯელი, არავემცა შეშინდეს.
აც უკვე არ არა ის შეემთხვია ყოველადვე უსამართლოი მათ, რაღაცა თუ ცუდად იტყვიან ვიეთნიმე, თუ ჩვენ მრავალნი მოგვეცნეს სწავლანი და შიში სატანჯველთა მათ წინადადებულ არს და ამით ჯერითა ევნო პირველთა მათ, რამე თუ არა ესევით არი ისწავლეს. არამედ ამაო არ სიტყვა ესე, ერთად ზემოთქმულითა მით მიზეზითა და მერმე, რომელ არაერთი მოქალაქობაი თანანადებ არს ჩვენდა და მათდა, არამედ ჩვენ ფრიად უმეტესი თანაგვაც. ხოლო რომელთა ზედა უმეტესი მოღვაწებაი განეწესა, უმეტესისაცა შეწევნისა ღირს ვიყვენით მოღებად. ესე არს უკვე შეწევნაი ჩვენი, განმრავლებაი ესე ღვთისმეცნიერებისაი და შიში მომავალისა სასჯელისაი. და ვითარცა ჩვენ და განსაკრძალულად განწესებულ არს მეცნიერებაი ესე მის საუკუნისაი, ეგრეთვე მათ აქუნდა უკვე თუმცა ენება, მაშინვე მომავალნი ბოროტის მოქმედთა ზედა სატანჯველნი, ამასვე ცხოვრებასა, ვითარცა ზემოახსენეთ, სოდომელთაი და მსგავსთა მათთაი. ხოლო ამას ყოველსა ზედა სხვასაცა სიტყვასა იტყვიან მრავალნი, ვითარმეთ, სადა არს სამართალი ღმრთისაი ამას ზედა, ოდეს ვინმე ცოდოს აქა და იტანჯოს აქაცა და მას საუკუნესაცა. აც უკვე ამას პირსა ზედა თქვენ მიერვე თქმულნი სიტყვანი მოგახსენე, რაითა არ ღარაშ რომაი შემემთხვეოდის განმარტებად ამის საძიებელისა. უწინარეს ამათ დღეთა მესმავიეთგანვე ვითარმეთ ავაზაკი ვინმე ძვირის მოქმედი შეიპყრეს და სამსჯავროსა შინა თავი წარჰკვეთეს და თქვეს ვიეთმე თქვენთაგანთა, ეჰა საკვირველი. უმრავლეს ასისა კაცისა მოეკლა უშჯულოსა მას და აც ერთი ხოლო სიკვდილი შეემთხვია მას, ვით არი არს ესე სამართალი. აც უკვე თქვენვე სწამებთ, ვითარმედ მრავალთა უშჯულოებათა მისაგებელად ერთი ხოლო სიკვდილი არაკმა არს. ვით არ უკვე აც ვერ გულისხმა ჰყოფთ. არამედ სხვათათვის თვალუხვავნი ვართ მსაჯულნი იგი და თავთათვისთათვის რა იგუენებოს განკითხვისა ყოფათ, თვალღებით ვბჯობთ. ხოლო უკვე თუ ჩვენთვისცა თვალუხვავი ხოთ სასჯელი, ვიპოვნეთ თავნი ჩვენი არაერთისა ხოლო და ორისა, არამედ ბევრეულთა სიკვდილთა ღირსნი და ბევრეულთა სატანჯველთა, აქაცა და მერმესაცა საუკუნესა. და რაითა სხვათა მათ საქმეთა ჩვენთა თანაწარო ხდე მოვიხსენოთ, რომელნი ესე უღირსებით ვეზიარებით წმიდათა მათ ქრისტეს საიდუმლოთა. არა გვისწავი ესა ვითარმედ რომელნი უღირსად ეზიარებოდინ, თანამდებარიან ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა, ერთიაც უკვე კაცო, ოდეს კაცის მკვლელსა განიკითხვიდე, თავიცა შენი განიკითხე. მან კაცი მოკლა, ხოლო შენ უღირსად თუ ეზიარებოდი სისხლსა თანამდებ ხარ მეუფისა. იგი უმეცარი იყო და უსწავლელი, ხოლო შენ სწავლულ ხარ და მეცნიერ. ეგრეთვე კვალად რომელნი დღითი დღე ხორცსა ძმათა თვისთასა ჭამენ და გესლსა უკეთურებისასა მიჰფენენ მათ ზედა, ვით არისა სასჯელისა ღირს არიან. რომელნი სწურციან გლახაკთა და ხუთვენ დავრდომილთა, რავდენთა ავაზაკთა უძვირეს არიან. აც უკვე მორწმუნენო, ესეცა გულისხმობთ ვითარმედ პირველ ქრისტეს მოსვლისაცა ყოფილნი უშჯულონი ტანჯვად არიან სასჯელითა სიმართლისაითა, თვინიერუ მოლხინეს აწინდელთა უშჯულოთასა, რამე თუ არა არს ყოვლადვე სასჯელსა მას შინა ღმრთისასა უსამართლოებაი. ამისთვის განვეკრძალნეთ, რაითა არა ვიპოვნეთ ჩვენ გარდამავალ მცნებათა ქრისტესთა, არცა ვიქმნეთ მოქმედ უშჯულოებისა, რაითა არა ჩვენცა მივეცნეთ სასჯელსა სოდომელთასა, რაითა არა შეგვემთხვეს წარწმედა გომორელთაი, რაითა არა მოიწინენ ჩვენზე დაცა ბოროტნი იგი ტვირელთა და სიდონელთანი. უფრო ის ყოვლისა ესე ვთქვა, რაითა არა განვარისხოთ ქრისტე, რომელი ესე ყოვლისა უმძიმეს არს და უსაშინელეს. რამე თუ რაღაცა თუ მრავალთა გეჰენია იგი ცეცხლისა ისაშინელად ჰგონიეს, არამედ მე არა დავსცხრე მარადის ამას ღაღადებად, ვითარმედ,
ესე არის გეჰენიისა და ყოვლისავე სატანჯველისა უფიცხეს და უსაშინელეს, განრისხებაი ქრისტესი და განვრდომაი პირისა მისისაგან. ამისგან შეძრწუნებულ ვარ მე, ამისგან ზარგანხდილ ვარ. და თქვენცა ეგრეთვე გევედრები, რაითა ამის განსაცდელისაგან გეშინოდის, რაითა შიშითა ამით შევიკრძალნეთ თავნი ჩვენი და გეჰენიისაგანცა განვერნეთ და დიდებასა ქრისტესსა ღირს ვიქმნეთ ხილვად და საუკუნეთა მათ კეთილთა მკვიდრყოფად, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდება და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.